გუშინ ვიდეო ჩავაგდე რჩევისთვის რომ მეთქი პაციენტებს რომ რაც ადრე მიხედა პრობლემას ხა კანონზომიერება ცხოვრების ყველაფერს თავი დაავნება პრობლემა უფრო ადრე იჭრება და აქაც ჯობია მეთქი ცოტა გაიჭირო და ტკივილგამაყუჩებელი კი აფერხებ ტკივილს მაგრამ თავის მოტყუება ამ დროს პრობლემა გრძელდება იზრდება მე ის ტკივილგამაყუჩებელი აღარ შველის და რომ მოდის უკვე არის შორს წასული რთული პრობლემა ხო და ერთ-ორს ეწყინა ეჭკუას მასწავლია არა სწორი მეცნიერები როგორც კი ფეხში გადავიდა ოდნო ხო აი ხა თქვენ ვიცოდით რომ მაშინ არ ვიცოდი და პრობლემებრივად გავყევე ბოლომდე ხო ხო და ასეთ ახლა ვიდეოს იმიტომ ვიღებ რომ თქვენ რომ ადრე იყავით ახლა გამოცდილება გააქვთ და თავი დაიზღვიეთ ხო რა თქმა უნდა რომ იმიტომ იცი რომ ჯობი უკვე ეკეთან არჩევნებს სულ არ იმიტომ ეკნეს სულას აზრი არა ხო იცი რომ ტყუილა ის ნემსი ან თუ გიშველის დროებით გიშველის ან ვერ გიშველის თან თუ რაღაცა გადაგაღებინებს და გეუბნება ოპერაცია ხო რა თქმა უნდა ამაშია საქმე ხა მეც პაციენტი რომ მოდის ვეუბნები ჯერ მოდი იქნებ ტომოგრაფია არ მჭირდება იმიტომ რომ გამოცდილება რომ მოქ ახლა ის 500 ლარის ფულია ხო ტომოგრაფიის და 500 ლარი ვაფშე შეიძლება არც დაუჯდეს ჩემთან კურნალობ ხო და ხო რა თქმა უნდა გამოცდილებთ უკვე თუ რაღაცა მაეჭევს იმასაც ხვდები და მაშინ ვაგზავნი ვეუბნები ჯერ გადავიღოთ ან ახლა ერთ სეანს კონსულტაციასთან ერთად სეანსი იმიტომ ვატარებ რომ სეანსი კარნახობს მე ესეც კონსულტაციის ტოლფასია ჩემთვის რომ ინფორმაცია გამოკვლევის ტოლფასია ჩემთვის ორგანიზმი როგორ მომყვება რამდენად მიშევს რაღაცა სირთულეს ხო არ წავაწყდი იმიტომ მარტო ზედაპირული გამოკვლევით არ ჩანს უნდა შეეხო ხშირად ჩახვიდე რაღაცა გააკეთო ის დაამუშავო რომ როგორ გამოყო ორგანიზმი თუ არ მოყვება რაღაცა ბარიერებს ხედავ აჰა ესე ვხვდები უკვე რაღაცა შორს წასული პროცესია მოდი მაშინ გადაიღებ ეუნები ან უკვე ვიცი თქვა რამდენი ხანი შეიძლება დამჭირდეს კურნალობა და უფრო ზუსტად ვეუბნები თქვა ვიდე ტომოგრაფიას მიგზავნის რომელშიც რაღაც დაახლოებით 40% დასკვნა და ვეუბნება მიშველი რა ვიცი ახლა 40%-ია ვეუბნები და თუ მოხვალ უკეთ გეტყვი ეს მომენტია